პრეზიდენტმა 18,000-მდე ნასამართლეობის მქონე და პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა. შეწყალების მსურველებმა შესაბამისი აქტის მისაღებად პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხვალიდან უნდა მიმართონ. ბარნოვმა პრობაციონერებსაც მოუწოდა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად თავად მიმართონ სააგენტოს. შეწყალების აქტი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლე პირებს არ შეეხებათ. არა მარტო ამ ხალხს, მე კიდევ ერთხელ მიმართო მთავრობა. 2013 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საქართველოში ყველა პირობით მსჯავრდებული და ნასამართლობის მქონე პირის შეწყალების თაობაზე. ამ განცხადებას დღემდე გამოეხმაურა 18,000-მდე ადამიანი, რომლებმაც პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეწყალების თაობაზე. პრეზიდენტმა დღეს დარგულებას ამ პირთა შეწყალების თაობაზე, რომელიც ამ წუთებში უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში და სტრუქტურები ვალდებულნი არიან, რომ დაუყოვნებლივ აღასრულონ აღნიშნული აქტხვალ 3 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხსენებული განკარგულებიდან ინდივიდუალური ამონაწილების გაცემას, რომელთაც მე მათ შეუძლიათ უკვე აიღონ ცნობა ნასამართლობის შესახებ, ანუ არქონის შესახებ.